მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რომელიც კარგად ხსნის თუ რატომ არის ბარსელონასთვის ეს მტრობა ესეთი პირადი. 1936 წელს ომის დაწყებისას ბარსელონას პრეზიდენტი იყო ხოსე სუნიოლი. ის ასევე იყო კატალონიური პოლიტიკური პარტიის წევრი. სუნიოლი მადრიდის ახლობლად გვადარამას მთებში დააპატიმრეს. გენერალ ფრანკოს, მომავალი დიქტატორის ჯარისკაცებმა და ის სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. ეხლა წარმოიდგინეთ კატალონიელების მდგომარეობა. მისი გუნდის პრეზიდენტი დახვრიტეს იმის გამო, რასაც ის წარმოადგენდა. ამ მომენტიდან კი ბარსელონა გახდა წინააღმდეგობის სიმბოლო. ფრანკოს დიქტატურის დროს აიკრძალა კატალონიური ენა, აიკრძალა მათი დროშა, სენეირა. კამპ ნოუ მანამდე ლეს კორტსი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხს შეეძლო თავისუფლად ესუნთქა. ისინი იქ ლაპარაკობდნენ თავიანთ ენაზე, ღეროდნენ თავიანთ სიმღერებს და სწორედ მაშინ დაიბადა ფრაზა "Més que un club", მეტი ვიდრე კლუბი. ბარსელონასთვის რეალის წინააღმდეგ თამაში არ იყო უბრალოდ სპორტი. ეს იყო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მათ იდენტობას ართმევდა. მადრიდის რეალი კი ნებით თუ უნებლიეთ აღქმული იყო როგორც ამ რეჟიმის საყვარელი შვილი.